ჩვენი აქციის მთავარი მიზანი არის რომ ხალხს ატყვილებენ, ჰომოფობია არ არსებობს არც სექსუალური უმცირესობები, არსებობს კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი კაცისა და ქალის ურთიერთობა, რომელიც ღვთისგან არის დაშვებული და დანარჩენიში რაც ჩვენ ვსაუბრობთ, იქ მამათმავლობა, ლესბოსელობა, გარყვნილება, ამას ქვია გარყვნილება, რომელიც არის საზოგადოებისთვის ისეთივე საშიში მოვლენა, როგორიც არის ნარკომანია, როგორიც არის იგივე სხვა ძიმე დანაშაულებები და ეს არის ძიმე დანაშაული, იმიტომ რომ ეს ყვნის ჩვენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნაა რომ აიგზავნოს ჰომოსექსუალიზმის და ამ გარყვნილების პროპაგანდა საქართველოში. ჩვენ არ ვართ ის ხალხი რომ ახლა მოვითხოვოთ ამათი ან მოუკლა, დახოცვა, ეს არის აბსურდი და ტყვილი, როდესაც ამას ავრცელებენ ჩვენზე. თავიანთ სახლებში რაც უნდათ ის გააკეთონ, თავიანთ ოჯახებში, თუმცა საზოგადოებაში ამ სიბინძურის პროპაგანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფრას ქვეყანაში. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის მოთხოვნა. დიდი მადლობა. ძალიან არის ამ ბოლო ხანებში მოდებული ის აზროვნება, რომ ხალხში რომ მამათმავლობა არის ავადმყოფობა. არც ერთ შემთხვევაში მამათმავლობა ავადმყოფობა არ არის, მამათმავლობა არის ცოდვა, რომელიც ადამიანის სულის დაღუპვისკენ მიდის. საქართველოში ეს ხალხს თავზე მოხვეული თემა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ ხალხი ლოიალური გახდეს ამ მამათმავლობის მიმართ. არავინ არავის არ კრავს ხელს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ესეთი პროპაგანდის კეთება. ავადმყოფს სჭირდება ექიმი, ავადმყოფი ქუჩაში არ აწყობს ფეირვერკებს და გამოსვლებს ათასნაირ ღრეობებს და აღლუმებს, როგორც ევროპის ქუჩებში არიან ხოლმე მოდებულები და უმსგავსო ჩაცმა დახურვითა და საქციელებით რო იწონებენ თავს. ავადმყოფი არის მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ხალხი გონს მოვა და ამას არ დაუშვებს. ჰომოსექსუალიზმი დიდი ცოდვაა. მისი დაკანონება და ჩვეულებრივ ყოველდღიურ ნორმად მიღება უფრო დიდი ცოდვაა. ჩვენი მოთხოვნაა აიკრძალოს მისი პროპაგანდა. მათ არავინ არ სდევნის. სახლში მათ არავინ უვარდება. რაც უნდათ ის გააკეთონ. ოღონდ ჩვენ მომავალ თაობას ნუ გახრწნიან. აი ეს არის ჩვენი თხოვნა.